წინასაარჩევნო აქტივობებს განაგრძობს მმართველი გუნდიც. ქართულმა ოცნებამ ქვეყნის მასშტაბით მერობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ დღეს თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პრეზენტაცია გამართა. დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატების საზოგადოებას თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წარუდგინა. ანა ბროლოძე ესწრებოდა პრეზენტაციას, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ანა. იმ გუნდში, რომელიც კახი კალაძემ წარადგინა, არიან საკრებულოს ყოფილი წევრები, სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის დეპუტატები, საზოგადოებისთვის ნაცნობის სახები და ასევე ახალი წევრები, რომლებმაც პოლიტიკაში შემოსვლა გადაწყვიტეს 20 დღეს პირადად ჯერ კიდევ მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა წარადგინა და თქვა, რომ ამ ადამიანების პროფესიონალიზმი სჭირდება საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად, რომლებიც უკვე დაასახელა ქართულმა ოცნებამ იმისთვის, რომ თბილისის წინაშე არსებული გამოწვევები დაიძლიოს. გაპარტახებული სკვერები და პარკები იქცა ულამაზეს რეკრეაციულ სივრცეებად, სადაც ყველა თაობის ადამიანს შეუძლია გართობა და დასვენება. განახლდა და მოდერნიზდა თბილისის უძველესი ქუჩები და გამზირები. დავიწყებას მიეცა ამორტიზირებული, გაუბედურებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გაცოცხლდა ისტორიული უბნები. დღეის მდგომარეობით 12,000-მდე ოჯახს დავეხმარეთ და მივეცით შესაძლებლობა, რომ მათ მიიღონ საკუთარი ფართები, რომლებიც წლების წინ, ათეული წლების წინ შეიძინეს. მიმდინარეობს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უძველესი ქალაქის განახლებისთვის. გვინდა კიდევ უფრო გავალამაზოთ ჩვენი დედაქალაქი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი იყოს საცხოვრებლად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისმა დაიბრუნა ის ხიბლი, რაც მას გამოარჩევს. სიცოცხლის უნარიანობა, სილაღე და სიხალისე. საკრებულოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და თბილისელების წინაშე აღებული დიდი პასუხისმგებლობით შემუშავდა და მიღებულ იქნა ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები. მეგობრებო, წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას. ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანები. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც ამ დაპირებას პირნათლად შეასრულებს. ჩემო თბილისელებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ წლების მანძილზე გამოცხადებული ნდობისთვის, რასაც ძალიან ვაფასებ და გულსროლად ვამბობ, პატარა ბავშვივით ვუფრთხილდები. გჯეროდეთ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო, არის და კვლავაც იქნება თქვენი ინტერესების დაცვა და ჩვენი ულამაზესი თბილისის განვითარება. მეგობრებო, წინ გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები. საჭიროა თითეული თქვენგანის მხარდაჭერა. გახსოვდეთ, თქვენი ხმა მნიშვნელოვანია თბილისის მომავლისთვის. საკრებულოს პროპორციული სიის წარდგენას ესწრებოდნენ ბუნებრივია პარტიის წარმომადგენლები, ხელისუფლების წევრები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და უშუალოდ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ და ჟურნალისტებს ჰქონდა საშუალება, რომ მისგან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით მოგვესმინა შეფასება. ასეთ პოლიტიკურ საკითხებს შორის კი ერთ-ერთი თემა იყო შანხაის ორგანიზაციის სამიტი. საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად ჩვენი ქვეყანა არ ყოფილა მიწვეული ჩინეთში მიმდინარე ღონისძიებებში და ამის გამო ქართული ოცნება გახდა დღეს ოპონენტებისგან კრიტიკის სამიზნე. დღეს გავიგეთ ასევე პრემიერ-მინისტრისგან, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც სექტემბრის მეორე ნახევარში გაიმართება, ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. ირაკლი ყობახიძემ განმარტა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს და მმართველი გუნდი იმყოფება სწორედ წინა საარჩევნო პერიოდში, მიზანმიმართულად მიიღო გუნდმა კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ქვეყანას გაეროს ტრიბუნასთან სწორედ საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენდეს.
სპეკულაციები მოაყოლეს ჩინეთის საკითხს. რეალურად თქვენ იცით, რომ ჩინეთში იმართება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი და სწორედ ამ სამიტის ფარგლებში იმყოფებიან კონკრეტული ქვეყნების ლიდერები ჩინეთში და ისინი ამავდროულად ესწრებიან ახლომს და ეს იყო მიზეზი იმისა, რომ კონკრეტული ქვეყნების ლიდერები ესწრებიან ამ ღონისძიებას. რაც შეეხება საქართველოს ჩინეთის პარტნიორობას, ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, რასაც ძალიან უფრთხილდებით, ეს არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. იყო ერთი სამიტი, მე მივიღე მონაწილეობა, ახლა არის მეორე სამიტი და აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღოს მასში მონაწილეობა. არ არის ეს აუცილებელი, თავისუფლად შეიძლება თარჯემნის მეშვეობით კომუნიკაცია გაეროში, რაც არის აბსოლუტურად მიღებული პრაქტიკა, ქართულ ენაზე, საკუთარ მშობლიურ ენაზე შეუძლია მიხეილ ყავილაშვილს იმართოს დამსწრე საზოგადოებას. ეს ასამბლეა ტარდება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. ვარ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. აბსოლუტურად ლოგიკურია. ამდენად მნიშვნელოვანი, რომ გაეროში წახვიდეთ. პრიორიტეტები განისაზღვრება ჩვენს მიერ და პრიორიტეტები ასე გადავანაწილებ. კიდევ ერთი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ირაკლი ყობახიძის დაუსვით კითხვები ეხება იმ ანგარიშს, რომელიც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაგზავნა ბრიუსელში იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული მხარე ელოდა ანგარიშს კანდიდატი ქვეყნიდან როგორ სრულდება ის მოთხოვნები, რომელიც ამ შემთხვევაში აქვს ოფიციალურ ბრიუსელს. 8 კრიტერიუმი იყო გაწერილი, მათ შორის იმ კანონების გაუქმება, რომლის მიმართაც ჩვენი ევროპელი პარტნიორების დამოკიდებულება არის კრიტიკული. ირაკლი ყობახიძე ამბობს, რომ თუ მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას სახელმწიფო გუნდი ეს ანგარიში გასაჯაროვდება, თუმცა ის ამბობს, რომ ორი საკითხი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ხელისუფლებისთვის. ერთი არის ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი, მეორე უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონი და მმართველი გუნდი ამბობს, რომ ამ დრომდე არანაირი არგუმენტი არ მოусმენია ევროპული მხარიდან, რატომ ითხოვენ ისინი კონკრეტული კანონების გადახედვას. დღეს კიდევ ერთხელ თქვა მთავრობის მეთაურმა, რომ მზად არის სასაუბროთ ყველასთან და თუ იქნება ინტერესი, ის მზად არის ხვალვე გაფრინდეს ბრიუსელში და აუხსნას ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების არგუმენტები და პოზიციები, რატომ ამბობენ ისინი იმ კანონების გაუქმებაზე უარს, რომელსაც ევროპული მხარე აყენებს გარკვეულწილად მოთხოვნად და წითელ ხაზად საიმისოთ, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდეს და მათ აქვთ გაცხადებული, რომ ამისთვის არსებობს კონკრეტული წინაპირობები და მოთხოვნები, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს ხელისუფლებას 31 აგვისტომდე ჰქონდა ვადა ანგარიშის მოსამზადებლად. ეს ანგარიში უკვე გაგზავნილია ბრიუსელში და დღეს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში თქვეს, რომ ისინი უკვე დაიწყებენ ამ ანგარიშის შესწავლას. დოკუმენტი შედგენილია, გაგზავნილია ევროკავშირში, რაც შეეხება მის გასაჯაროებას, არ ვიცი თუ ნახოთ როგორია პროცედურები, გასაჯაროება შესაძლებელია ამ დოკუმენტის, თუმცა პირველ რიგში ჩვენ ვიყავით ვალდებული, რომ ეს დოკუმენტი გაგვეზიარებინა ევროკავშირისთვის და ეს გავაკეთეთ სათანადო ვადებში, დაველოდებით რა თქმა უნდა ევროკავშირის პასუხს. იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც იყო გონივრული და თავიდან ბოლომდე შევასრულეთ, თუმცა იყო არაგონივრული მოთხოვნები, ვერ დაგვისაბუთეს, რატო ითხოვდნენ ამ ყველაფერს, მათ შორის იგივე ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით კანონის შესახებ რა მოთხოვნებიც ჰქონდათ, თან იგივე გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით რა მოთხოვნებიც ჰქონდათ, ვერ ასაბუთებენ, რატომ არის გამჭვირვალობა კარგი. რაოდენობით არ მინდა სპეკულირება, მაგრამ პრინციპულად არის ორი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია. ეს არის ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა უფლებების თემა და ეს არის გამჭვირვალობის თემა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია. ყველაფერი დანარჩენი არის, ასე ვთქვათ, ნაკლებად პრინციპული საკითხები ჩვენთვის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველანაირი მსჯელობისთვის ვართ მზად, მაგრამ რაც შეეხება ამ ორ კანონს, აქაც კი ვამბობთ, ოღონდ აქაც კი ვამბობთ, რომ დაგვისაბუთონ რა არ მოწონთ, რატომ არ მოწონთ. არაფერზე არ გვესაუბრებიან, საბჭოური მეთოდებით უნდათ რომ რაღაცა ხელები გადაგვიხრიგონ და გვაიცულონ. რაც აბსოლუტურად არასწორია, ხო? გვესაუბრონ ყველაფერზე, დაგვისაბუთონ, დაგვაჯერონ, კი ბატონო, მაგრამ როდესაც არც გესაუბრებიან და ცდილობენ ხელი გადაგიგრიხონ, ეს არ არის ევროპული მიდგომა, ეს არის საბჭოური მიდგომა. რა თქმა უნდა, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს შეუჩერონ ვიზა ლიბერალიზაცია, მაგრამ დღეს ეს რიგში შემოტანილი აქვთ პოლიტიკური სპეკულაციები. ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ სრულ განცხადებებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე არის დაფუძნებული, არანაირი სიმართლე
ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმიეთ, თუნდაც აი პირობითად მაგალითისთვის მომხავს გამჭვირვალობა, რატო შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ მომავალს და ევროპულ ღირებულებებს. დღემდე არანაირი პასუხი არ არსებობს. ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებით არის გაჯერებული მათი განცხადებები და უბრალოდ ხო იცით ძალა აღმარცხნავსო, ეს დამოკიდებულება აქვს, უნდათ ქართველი ხალხი დაჩაგრონ. ბოლო იარაღი რაც დარჩენიათ, რითაც დღეს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს ემუქრებიან, ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. და მე დარწმუნებული ვარ, აქაც ისინი იქნებიან დამარცხებული, იმიტომ რომ სიმართლე არის ქართველი ხალხის მხარეს და სიმართლე არის ზოგადად ქართული სახელმწიფოს მხარეს. კიდევ ერთი პოლიტიკური საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, ეხება პროკურატურის ინფორმაციას, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები დაიბარეს გამოკითხვაზე, რომელთან დაკავშირებითაც საგამოძიებო უწყება კონკრეტულ ხარჯებზე სწავლობს საქმეებს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს არის სამართლებრივი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც უფრო მეც გამოძიება იწყოს, თუმცა მისი განცხადებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამ ქვეყანაში ჩართულები იყვნენ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებებში. მადლობა ანა ბროლაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.